და ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სამტრედიაში იმყოფება. ქართული ოცნების ლიდერი დასავლეთ საქართველოში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა. ამ წუთებში კი კოალიციის ლიდერი უკვე მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს. სამტრედიასა და ჩვენს კორესპონდენტ მირიან გორგოძეს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. მირიან, უფრო კონკრეტულად რა ხდება ამ დროისთვის რაიონში? კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან შესახვედრად სამტრედიელი მოსახლეობა სადგურის მოედანზე შეიკრიბა. თქვენ ეხლა კადრში ჩემს უკან ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სცენიდან მიმართავს სამტრედიელ მოსახლეობას და მათ საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრება. თუმცა უნდა ითქვას, რომ მანამდე დაახლოებით 11 საათისთვის ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა სამტრედიაში და ქართული ოცნების შტაბში დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა. კანდიდატები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ეს არის სამუშაო ტიპის შეხვედრა. ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ არჩევნების წინ, რათა კიდევ ერთხელ შეიმუშავონ ერთიანი გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ხელისუფლებას, რომელიც აუცილებლად ემზადება არჩევნების გაყალბებისათვის. ჩვენ ვიბრძანებთ ბოლო წლებში, რაც შეგვიძლია ჩვენი ძალების იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ქართული ხალხის არჩევანის გაყალბება, არ დაუშვათ იმ სადისტებისა და მკვლელების დარჩენა ხელისუფლებაში, რომლებსაც უკვე საქართველოს ვეღარ მოითმენს და ბედნიერია, რომ აი ამ ზნეობრივად მაღალ ადამიანებთან ერთად გვხდება ეს ყველაფერი. როგორც აღვნიშნეთ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აი ამ წუთებში სწორედ სცენიდან მიმართავს სამტრედიელ მოსახლეობას. მასთან ერთად იმყოფება ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში კახი კალაძე და ჯემალ ღაღანიძე. ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში სამტრედიელ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძე და კიდევ ერთხელ თხოვა სამტრედიელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში აუცილებლად დაუჭირონ მხარი ამ კანდიდატს. ამავე დროს ახსენა ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოსახლეობასთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ციხეში არსებული სიტუაცია და გავრცელებული კადრები, რომელშიც ასახულია საჯარახსოვრების დაწესებულებაში ციხეში პატიმართა წამების ფაქტები და სწორედ ამის გამო, ამის გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ არჩევნები მეტად მნიშვნელოვანია. არჩევნებში ქართველმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ღირსეული არჩევანი, რადგან სწორედ აი ამ ყველაფრის გამკეთებელი ხელისუფლება არ დარჩეს ისევ და არ შეინარჩუნოს რეჟიმი. ჯერჯერობით ეს არის საბოლოო ინფორმაცია და უფრო ცლად იმ თემების შესახებ, რის შესახებაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამტრედიელ მოსახლეობას მიმართავს, ჩვენ უფრო ცლად, რა თქმა უნდა, მომდევნო გამოშვებებში შეგატყობინებთ. მადლობთ მირიან, შენგან ახალი ინფორმაციას. ეს იყო მირიან გორგოძე და პირდაპირ ჩართვა სამტრედიიდან.